გიორგი გუგავა ბიძინა ივანიშვილს ლეიბორისტული პარტიის აქტივისტების მოსყიდვაში ადანაშაულებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის ის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსყიდვის მცდელობასაც როგორც პარტიაში აცხადებენ, ივანიშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი. გუგავა ამტკიცებს, რომ ივანიშვილს ლეიბორისტების სიძლიერე აწუხებს და გადაბირების მცდელობასაც ამ ფაქტს უკავშირებს. ლეიბორისტების თქმით, პარტიაში განხეთქილების შეტანის მიზნით ივანიშვილი პარტიის წევრებს $100,000 სთავაზობს. შრომის პარტიის აჭარის ორგანიზაციის კოორდინატორი კი კონკრეტულ ფაქტსაც ასახავს. როდესაც მას სახლში ახლობელი ესტუმრა, მაგიდაზე მასტერკარდის ბარათი დაუდო და დიდი ოდენობის თანხის წანასვლად ლეიბორისტული პარტიის დატოვება შესთავაზა. ესეთი მასშტაბური ნადირობა შესყიდვის მიზნით ჩვენს აქტივზე, ჩვენს პარტიის წევრებზე, პარტიის ფუნქციონირებზე, მაღალი რანგის ფუნქციონირებზე ესეთი მასშტაბები არ ყოფილა. მაგრამ გაიგოს ამ კაცმა, რომ ფულზე ყველაფერი არ იყიდება. იდეა, ღირსება, სამშობლო ფულზე არ იყიდება. კარგად აგვიმახსოვრე, კარგად შემოგხედე. სადაც გაგსვლია, იქ იყიდე.